თავიდან მოგიხსენებათ, რომ ეს კრიზისი დიდი ხანი იდგა. გელათის კრიზისი ეკლესიას, რა თქმა უნდა, ამის ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ ვინაიდან ეკლესია არ არის პროფესიული ორგანო კონსერვაცია რესტავრაციის და ყოველთვის დამკვირვებლები ვიყავით პროცესში, ამჯერადაც ჩვენ ეკლესია ვაკვირდებოდით ამ პროცესს. მაგრამ ვინაიდან დავინახეთ, რომ სიტუაცია ძალიან დამძიმდა, ყოველი ახალი ჩარევა უფრო მეტ გართულებას იწვევდა, საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ეკლესიაში შინეთის პოზიცია, რომ აუცილებელი იყო ამ კუთხით ეკლესიის უკვე ჩართულობა გელათის ბედიღლის საქმეში. აქ მთავარი როლი, რა თქმა უნდა, ითამაშა იმ მომენტმა, რომ მეუფე შიოსთან მოვიდა ორი პატივცემული მეცნიერი და მათ დეტალურად ჩააყენეს მეუფე შიოს საქმის კურსში. მადლობა ღმერთს და მადლობა ჩვენს უწმინდეს პატრიარქს, რომ მან მიიღო აწყვეტილება, რომ ეკლესია ჩართულიყავით ამ პროცესში, მან გააგზავნა მსოფლიო მემკვიდრეობის პრეზიდენტთან წერილი და მას თხოვა, რომ გამოეგზავნა საქართველოში საკონსულტაციო მისია, რომელიც შეაფასებდა გელათის მდგომარეობას და ვითარებას. ასევე დღეს ძეგლზე როგორც არქიტექტორი კონსერვატორი შემოყვანილი არის ბატონი ნიკოლა ბერლუკი, რომელიც ასევე აღიარებული სპეციალისტია თელსოფლიოში და მისი განხორციელებული ძეგლები თავისთავად ლაპარაკობენ მის სიდიადეზე და ის ზედამხედველობს და ხელმძღვანელობს მთელ ამ რეაბილიტაციის სამუშაოებს, ის ადგენს ასევე მთელი ძეგლის კონსერვაციის ჰოლისტიკურ გეგმას და მისი მოთხოვნით შედგა პროფესიული ჯგუფი, რომელთა მიერაც ის მუშაობს ძეგლზე და განახორციელებს ყველა იმ სამუშაოს, რაც გელათის რეაბილიტაციას დაჭირდება. პროექტის განხორციელებაში, რასაც დღეს ჩვენ ხედავთ, მთავარი როლი შეასრულა ბატონმა ვახტანგ ზესაშვილმა, რომელიც არის ქართველი არქიტექტორი და რომელმაც ეს მოიფიქრა, ეს შეიძლება ითქვას უნიკალური გადაწყვეტის გზა, რომ ეს მან მეტალის მტარული მრავალსახსოვანი ხარაჩოთი მოიფიქრა გადახურვა. თავარი იყო პრინციპის მოძებნა, მან მოძებნა ეს პრინციპი, მოძებნა ეს ხედვა, კონცეფცია შექმნა. მცდელობა იყო იმისი, რომ გადახურვა გაეკეთებინათ. როცამდე წინადადება იყო განხილული და საბოლოოდ ვერცერთი ვერ არჩიეს, ანუ არც ერთი არ იყო ისეთი განხორციელებადი. შემდეგ იგივე კომპანია, რომელიც დღეს ახორციელებს და რომელმაც დღეს შეიმუშავა ეს მუშა პროექტი, ლეიერი, ერთი წამყვანი კომპანია არის მსოფლიოში ხარაჩოების და დროებით გადახურვის. შეიმუშავეს ისეთი საძირკველი, რომელიც მიწაში არ ჩაეცა, არამედ ებჯინება. მაგრამ პრობლემა შეექმნათ ტაძრის ზომიდან გამომდინარე. გამოსავალი ინჟინერული არის, რაც ვიპოვეთ. ეს დროებითი გადახურვა და ხარაჩო, ანუ ტაძარზე წონა არ გადააქვს. რაც სიამოვნებაში პრობლემა არც უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ტაძრის მასა ბევრად უფრო დიდი არის, ვიდრე ის რკინის კონსტრუქცია, რასაც ვაყრდობთ, მაგრამ მთელი პრობლემა რა იყო, ანუ ეს გადახურვა გჭირდება იმისთვის, რომ სახურავზე ჩავატაროთ სამუშაო. ჩვენ თუ სახურავზე რამეს დავაყრდნობდით, სახურავს ვეღარ მივწვდებოდით სამუშაოდ და ამიტომ ცარიელი უნდა ყოფილიყო, ეს ართულებდა, გაართულა ძალიან პროცესი. და ჰორიზონტალური სტაბილიზაციისთვის გახდა შიგნით ძალიან დიდი ბურჯის გაჩენის აუცილებლობა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით გელათის მთავარ ტაძარში, სადაც ხედავთ ძალოვან ხარაჩოს, რომელიც ითავსებს რამდენიმე ფუნქციას. პირველი, ამ ლითონკონსტრუქციაზე არის დაყრდნობილი ერთიანი დროებითი გადახურვის გუმბათის ნაწილი, რომელიც პასუხობს ტაძრის ყველაზე დიდ გამოწვევას და დროებით გადახურვის ყველაზე დიდ გამოწვევას, რომ მისი არც ერთი ნაწილი არ ეყრდნობოდეს არსებულ სახურავებს, ხოლო აღნიშნული მართლაც მასშტაბური ძალოვანი ხარაჩო მეორეს მხრივ უზრუნველყოფს მის აწვდომობას ტაძრის კედლებზე, რათა შეუფერხებლად იწარმოებოდეს საკონსერვაციო სამუშაოები.
შიდა ხარაჯი აგებული დავხვდა, როდესაც ჩავერთეთ ამ პროექტში. საჭირო იყო უკვე გუმბათის მთავარ ყელზე დროებითი ხარჯის მონტაჟი და ამისათვის აუცილებელი იყო, უნდა მოწყობილიყო ლითონის პლატფორმა გარედან, რომელიც არ დაეყრდნობოდა ძირითად ნაგებობას და ჩვენთან დაისვა ესეთი ამოცანა, თუ ამის გაკეთება შეგვიძლია. დავუწყოთ ფიქრი, რა თქმა უნდა, არქიტექტორთან ერთად და ვფიქრობ, რომ მოუძებნეთ ისეთი ვარიანტი, სადაც 4 ძირითადი ლითონის კონსტრუქციიდან 4 სარკმელი გამოიჭრა, შიდა მზიდი ხარაჩოები, რომელიც ჩვენ დავგვხდა, მაგაზე მოვაწყეთ, მოვიფიქრეთ ესეთი სირცული კონსტრუქცია შეგნით, რომელიც ქარხანაში დამზადდებოდა და ადგილზე აეწყობოდა. ეს შექმნილი არის სტრუქტურა, როგორც სირცული ფერმა, დიდი ფერმა შეგნით. ეს დახრილი ელემენტები, რომელიც არის ხამს ფერმის ელემენტები არის რა. ამას უჭირავს უფრო ქვედა დიდი კოჭი, რომელიც გარეთ გადის. კარსაკ ორი ფუნქცია. პირველი ეს არის, რომ ზიდოს ის დამხმარე დროებითი ხარაჩოები, რის საფუძველზეც უნდა გადაიხუროს ცენტრალური გუმბათი. და მეორე, ჰორიზონტალურად გადაანაწილოს ამ დროებით ხარაჩოზე მოსული ეს ქარის დატვირთვები. I am the head of the group. We're here. I check every day if we're in the static calculations, if there's nothing missing like a diagonal tube or other tubes. I prove every day the situation of the weather, and I work with the guys too because I can check it while working, and it's very important that the whole team works together. It's under UNESCO safety. So because of that, we aren't allowed to drill, and because of that, the construction is as big as it is, and we have something about 200 or 220 tons of concrete to hold the whole construction on ground, many steel beams, and on top we build tarpaulin that covers it from rain, wind, snow and everything. And when our work is finished, the whole looking of our scaffold looks maybe like the church himself. ეს არის ძალიან მაღალ ტექნოლოგიური მატერია, რომელთაც ეფუთული არის ეს ჩვენი გადახურვა დროებითი და ეს გადახურვაც არის PVC ტიპის მატერია, არის მაღალ ტექნოლოგიური, რომელიც სპეციალურად მოქსოვილი იყო გელათის ტაძრის მიმართ. ამ მატერიას აქვს გამძლეობა და მედეგობა 10 მეგაპასკალის ქარის დაწნევის. და ჩვენ გარემოსტაციის სააგენტოს თხოვეთ რა მონაცემები თუ რა ტიპის სიმძლავრის ქარი არის ამ რეგიონში, მათ მოგცეს მონაცემი, რომ 1976 წელს დაფიქსირებული არის ყველაზე ძლიერი ქარი, რომელიც 1 მეგაპასკალსაც კი არ აღწევდა, 0.95 მეგაპასკალის მოცულობის იყო. გათბობის სისტემის დაგეგმასთან დაკავშირებითაც ჰქონდა გამოწვევა. ერთის მხრივ გათბობის სისტემა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული სივრცის გათბობა, რომელიც თავის მხრივ წინაპირობაა თოვლის დადნობის, მაგრამ ამავდროულად ტემპერატურების შორის სხვაობამ არ უნდა გამოიწვიოს შიდა სივრცეში კონდენსატი.
ამ გამოწვევის საპასუხოდ პროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს ადგილობრივი კლიმატი და ტერიტორიის სპეციფიკა და განესაზღვრა ის მაქსიმალური ტემპერატურა, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოს თოვლის გადნობას და მეორეს მხრივ შექმნის ისეთ კლიმატს, რომელიც უზრუნველყოფს კონდენსატის პრევენციას. აი ამ ერთობლივმა მუშაობამ მოიტანა ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს, რომ ეს გადახურვა არის უნიკალური. უნიკალური, იმიტომ რომ ჩვენ ვყურებთ 286 ტონა გადახურვას გელათის ირგვლივ, რომელიც არც ერთ წერტილში ტაძარს არ ეყრდნობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გადახურვა დროებითი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის აუცილებელი პირობა ამისათვის, რომ სამუშაოები, რომელიც განსახორციელებელი არის, განხორციელდეს დაცულ გარემოში. დღეს უკვე ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად მთელი ხის განმავლობაში ნებისმიერ კლიმატურ პირობაში შევიდეს სპეციალისტი და განახორციელოს ის სამუშაოების იქნება სახურავის სამუშაოები თუ ქვის კონსტრუქციის სამუშაოები წყლის ნებისმიერ პერიოდში და დღის ნებისმიერ მონაკვეთში.